მინდა რომ ამ YouTube-ის სერიებს უყურებდეს ყველა ის დასრული ადამიანი, რომელიც არასერიოზულს მიწოდებდა ხოლმე, არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ ვიცი რომ არიან. თქვენ მართალი იყავით, ნამდვილად არასერიოზული ვარ და ყველაზე არასერიოზულად ვაშერებ არასერიოზულ სახს, რომელიც შიგნიდანაც არასერიოზული იქნება, გარედანაც, მაგრამ იქნება რა. და ყველა არასერიოზულ ადამიანს მოეწონება. და ზოგ ჩემ სერიოზულ მეგობარსაც. აი მარიკო. ხო მოგწონს? მადლობა. გუში რომ მიდიოდი, აქ კრამიტები ჯერ კიდევ იყო. და მითხეს ხვალ მოვხსნითა და დღეს რო ჩამოვიდით უკვე მოვხსნით და რა ძალიან კარგია. გაიჯობა. წინდა რო ავწრე, ოკეია, ნიკა? მადლობა. ოჯახსაშა. ვინც ეს გააკეთა? არ ვიცი ვინ გააკეთა. ამ ოთახის თავზე არის დადებული ეს ხეები, რომლებსაც აქვს, ანუ კანიც არ აქვს მოცლილი, ანუ ჭიის ბუდე ჩვეულებრივი. და აქაც მივხვდი რომ ანუ აი ესეთ მორების რაღაც ნაწილსაც როდებ, კანი მაინც უნდა კონდეს მოცლილი, კარგი იქნება. ახლა აქ რო ვდგავარ მეშინია, მაგრამ ძალიან მაგარია ამავდროულად. ანუ ნახე, ეს იცი რას გავს? ეს რა ქვია, ძალიან ძველი პარკები რო არის, ანუ სადაც მიწაში თამაშობდნენ ბავშვები, რაღაცა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და როგორც წინა ვიდეოებში გითხარით, ჩემი მიერ დაწნული, აი მე მახსოვს, რომ ეს არმატურა მე ჩავწენი. ეს არმატურა ახლა ერთმანეთს გადაება, იდეალურად ჩაჯდა. ჩვენ დამატებითად შევიძინეთ ხეები, რაშიც დაახლოებით 500 ლარი გადავიხადე და ხამუთები. ამ ხეებს მოგვიანებით გამოვიყენებთ უკვე სახურავშიც რა. სახურავში ვარ ეკოვუცსა და ელიავას შორის, ჯერჯერობით ვფიქრობ სახურავის ხეებს სადავარჩევ. ეს მეგონა რომ იყო ბუხარი, მაგრამ თურმე ფეჩი ჰქონდათ და ფეჩის ტრუბა აქ გამოდიოდა. საშამ ახალი ხელსაწყოები მიყიდა. ერთ-ერთი არის ჩახუჩი, ეს ჩემია. ეს არის საშასი. და ვიყიდეთ კედლის დასანგრევი ასეთი რაღაცა, რომელსაც ასე მიადებ. და ესე დაარტყავ და ხელში არ მოგხვდება. Let's do it. დარწმუნებული ეს უნდა გავაკეთებდა თუ არა. მაგრამ ძალიან satisfying არის. ანუ იმდენად მასტიანია, რომ არ ვიცი, უკვე ხელი დავისვლა. არ ვარ დარწმუნებული. შეიძლება თუ არა ახლა მაგის მოძრაობა. თქვენი აზრით. აი ეს კედლები რო იშლება, რო იფუშნება, რო ჩამოვყარო გაჯი, ცუდია თუ კარგი? ეხა ხო არ ჩამოვინგრევა? ჯერ არაფერი, კაი. გავაგრძელოთ. მე ვარ გაფუშნა. ერთი ცალი ბლოკი თუ იფუშნება? გამოვცვლით თუ კედელი გვაქვს თლიანი? ამას თუ ეს ჩამოყარე. ბლოკი არ გაფუშნა. ხო. რომელიც იფშნება? ხო. აი რომელიც სუსტი მხარია, იმ ადგილას მივადეთ სეტკას და გაიგესება მე სეტკი. ოკეი, ანუ ეშობა და კედლის დანგრევა არ იქნება საჭირო. ამას თუ ანგრევ მარტო ეს ჩამოყარე, ბლოკს არ შეეხო. გინდაც იფშნებოდეს არ ჩამოყარე. გადი, კაი. ჩამოვყაროთ. მადლობა. What? შენ მე სახლი დავინგრიე. ახალი Minecraft მაგდოლაში.
ნუ პატარები. ეს საუნდი არ მოხდა. კი. რაღაცები. Wow, old tools მგონია რომ ეგვიპტის პირამიდები დავშორეთ. ამის ქვეშაც იქნება რაღაც მისტიური. ეს ბუდე მოხსნეს, რა მაგარია. ამ ბუდეში კვერცხები არ იყო, ხო? ბუდე აღარ გვაქვს. რა მაგარია წარმოიდგინე. წარმაგარია. ჩემს სახლს ახლა სახურავი მართლა საერთოდ აღარ აქვს. წინა ეპიზოდებში ხო ქონდა ნაწილობრივ, ახლა საერთოდ არ აქვს. ცოტა შესაძლებლობებული დაგავი? ესეც წავა, როცა ნაგვის მანქანა მოვა. ესენი აუ ამ ხეებზე მითხარით შეშად გამოდგებაო? ოკეი. ეს უნდა შევინახოთ. რომ ბუხარი რომელიც არ გვაქვს, როცა დავანთებთ ხოლმე რაღაცებს, ამას წავუკიდებთ რა. ნახე რამდენი კრამიტი მაქვს. და ეს არის ნაგავი. მოიხედე. როგორ ახალი ყურე. გამადობა გოგოსენ. ამ ძაღლმა წეღანი ლიკური რო ჩაპორჭყნა. თურმე ხეზე იქონდა. ლიკურის გამოცვლა მოუწია და აღარ გადმოდის მანქანიდან, აღარ მითხრათ რომ ლიკური ჩამოვიდა შენ სახში, აღარ ჩამო. ლიკური. ეს რა ლიკური. დენი ხნის შემდეგ ნახავს რა ხდება სახში. სად არის სახურავი? რა სილამაზეა დედი. ეს არის გიაცინტი რომ იცოდე. ტიტები. აუ რა მაგარია დედა. აუ რა საყვარლობათან. რაღაცა თითქოს ყვითელი ფერია. აუ რა მაგარია დედა რა ლამაზია. აუ რა საყვარლობა. აბასაც ჩამოვიდა. ესა დედი. ნუ ხო ახლა სახურავი არა გვაქვს და ჩამოვა. ой, უფრო კარგად შეგეძლო. ჩვენი რომელია დე? ვაუ, აი ამ ლეჟანკაზე ვამბობდი მე დედი, კარგია. ნინის ბაჭკო, თქვი მადლობა ნინის. ნინი მადლობა. ძალიან მაგარია. შენ დაიძინებ ამაზე. როგორ? მტვერს ასრუტი. ძალიან მაგარია ეს. საშო მადლობა. მტვერს ასრუტი თქვი. დამანები თავი. დედა ჩემი, არაფრის გარტყმაში არ არის. მაგრაია, არაფრის გარტყმაში არ არის და ესე დადის და კაია, კაი, ცოტა რაღაცა ცოტა მკაცრი იყავი, რომ ამისაც ყველა ხედავს, რომ რაღაც ბავშვი ვარ და რაღაცებს ვაკეთებ და ხალხს ანახე, რომ ვიღაცა სერიოზული არის ჩვენ ოჯახში. მიდი. აქ ცოტა გაასწორეთ. რაღაც არ მომწონს. ვაუ, ნატა, ვაუ. მომწონს. რაღაცა უფრო დიდი სახლი გვაქვს ვიდრე მეგონა. ზემოდან უფრო კარგად ჩანს. ის ტიტეს ოთახი, ეს სტუმრების ოთახი, ეს ის არის. სამზარეულო აქ არის. აქ შემოსასვლელი. იქ ლინას ოთახია და ჩემიც ავაშენოთ. მე ყველგან ვიქნები დე.
აქ ვინმე არის საშველი? მოვა ლიკური მაშველი. ვერასდროს არ მოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში დამჭირდებოდა ბეტონის მანქანა და მართლა მოვიყვანდი. არ მინდა რომ თვალი ეცეთ, მაგრამ ძალიან კარგი ხელოსნები მყავს. თან ახალგაზრდა ბიჭები არიან და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. თუ მათი საკონტაქტო გაინტერესებთ, ამ ვიდეოს აღწერაში ქვევით დავწერ ერთი ბიჭის ნომერს, რომელმაც ეს ყველაფერი დაამენეჯა, შეასრულა და რომელთანაც მაქვს უშუალოდ კომუნიკაცია პირდაპირ და არავისთან გადარეკვა ზედმეტად არ მჭირდება. ნიკა ქვია. ჩემს ვიდეოში ხوار იტყოდი რამეს. Okay. ამ ბეტონის მანქანის თვითონ ეს მილი იმდენად დიდია, რომ ამ სადენებს ზევიდან უნდა გადავატაროთ. ბეტონის დასხმას ვიწყებ სარტყელზე და წვიმა წამოვიდა. ეს დღეები სულ წვიმდა, სახლშიც ჩამოვიდა ცოტა, რაც ოკეია, მაგრამ ახლა როგორ იყო ის ლაზარეს ლექსი თუ სიმღერა? აღარ მინდა ცის ნამი ღმერთო მომეც ცისკარი არ მაწყობს წვიმა გთხოვმზე გამოვიდეს. არ მაწყობს წვიმა გთხოვმზე გამოვიდეს. არ მაწყობს წვიმა გთხოვმზე გამოვიდეს. Ai, აქედან გადაიღებდა. Bodiში. Aura magaria. Egal. ჩემი შარვალი აღარ არსებობს, სულ ბეტონშია, მაგრამ მე ხო ბედნიერი ვარ. ამიტომ ერთი ბეტონიანი შარვალი მიიღეს, რომ ბედნიერი ვიყო. ასევე დედაჩემის ჟაკეტი, რომელიც გაირეცხება, იმიტომ რომ ეს ძალიან არ გაჭუჭყიანდა. მაგრამ ჩემს სახლში სარტყელის ნაწილი მე ჩავასხი და ძალიან ბედნიერი ვარ რა. იმედია როგორც მგონია ყველაფერი ისე მიდის და ჩემს ხელოსნებს ყოველ დღე ვუმტკიცებ რომ აქ რო ვარ და კითხვებს ვსვავ განამათ პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი უბრალოდ ყველაფერი მაგრად მაინტერესებს და აქ ვიღებდი დავამუღამე რომ ძალიან მძიმე არის იმის დაჭერა რა ძალიან დიდი წნევით მოდის ეს ცემენტ ბეტონი და უკვე დავნებდი რა მეთქი შანსი არ არის ესენი არ ჩამასხმევინებენ და ნიკამ თქვა რომ ლინა მიდი გადაგიღებო. ძალიან კაიო. შემდეგ სახლში სარტყელს მე ვასხა. ახლა ნახევრად ჩავასხით სარტყელი. წეგან ნახევრად ჩავასხით და ახლა თლიანად გადაატარებენ. ამ სახლის სარტყლისთვის დამჭირდა მაქსიმუმ 4 კუბი ბეტონი და ჯამში ახლა რაც კეთდება, მაგაში ვიხდი მანქანის მოყვანაში 500 ლარს და კუბ ბეტონში თუ არ ვწდები 205 ლარს. რაც დაახლოებით არა 820 ლარი გამოდის და 820 და 500 არის 1320 ლარი. რაც ბევრია, მაგრამ აბა ლინა რა გეგონა. 1320 ლარი ჩავინიშნოთ. მაგრამ ღირს. რომ მეუბნებით, რომ გვითხარით და გეხმარებით რაღაცებშიო, როგორც კი ხელოსნების
ეს რთული ნაწილი მორჩება, იცით? ვინ ამეხმარება? აი ამის დალაგებაში? შენ! ვისაც მოუნდება რა? ჩემი აზრით, ჩემი კლასელები უნდა გაიცნოთ. ამასობაში კიდევ ერთი ახალი სიტყვა ვისწავლე და ეს სიტყვა არის პეპელა. პეპელა არის რკინის ეს гаджеტი, რომელთაც მგონი აფიქსირებენ ამ ფიცრებს, იმისთვის რომ ალბათ არ ჩამოიშალოს და ერთმანეთთან კარგად დაფიქსირდეს. როცა მითხრას წადი და პეპლები იყიდეო, ცოტა დავიბენი, მაგრამ მე მივხვდი რაც იყო. აქ რა პეპლებიც მოვიტანე, გეყოთ თუ დაამატეთ. რამდენი იქნება დაახლოებით აქ? რამდენი დაგჭირდა? 100? ეს პეპელა იჭერს ამ ფიცრებს ერთმანეთთან, ხო? ამ სახლისთვის დაგჭირდა 100 პეპელა, მაგრამ მე მარტო 20 ვიყიდე. და ერთ წელ პეპელაში გადავიხადე 4 ლარი, ანუ დაახლოებით 80, ანუ 25 ვიყიდე რა, 80 ან 100 ლარი წავიდა მაღაზა. მაგარი რაღაც არის პეპელა. და მარტივად აძრობთ, ხო? ამ ჟესტს ალბათ ასწორებთ იმას, მოუშვებთ და გამოძრება, ხო? აუ, შემდეგ სახლს უკვე ჩემი თავაშენებ რა. შემდეგ სახლს ჩემი თავაშენებ. და ჩამოინგრევა ეგ. Room tour. Tsima. Akara. Tsima. ეგ არის ბეტონი ჩავასხით სარტყელში. ახლა 2-3 დღე უნდა რომ გაშრეს, მანამდე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თასკი, რაც ახლა მომწეს, რაც აქამდეც ვიცოდი რომ მქონდა, უბრალოდ წელოდი დროს. არის კარგი ხის მოძებნა, კარგი ხე კიდე უნდა ვნახოთ ელიაოზე ან სადღაც გლდანში. კარგი ხე ნიშნავს რომ უნდა იყოს მშრალი და დაბრეცილი არ უნდა იყოს. დამჭირდება ფიცრები, კოჭები, მოგვიანებით იატაკის ფიცარიც და ასე შემდეგ. საშუალო ფასი მითხრეს 750 ლარიდან 900 ლარამდე. ჩემი აზრით 900-ზე მეც მე უკვე ვეღარ გადავიხდი და მაგ რეინჯში უნდა ვიპოვოთ ძალიან კარგი ხე. დამჭირდება ბევრი კუბი, ალბათ 6 და ცალკე კოჭები და ცალკე მილ კვადრატი მგონი თუ ტრუბა კვადრატი თუ რაღაცა იგეთი. უკვე ცდილობ არ დავითვალო ეს ყველაფერი და სადამდეც ყოფნის ჩემ დანაზოგს რომ გადაიხადოს გადავიხდი და იმედი არ გავიჭედები რავი ახლა თბილისში მივდივარ რომ გადავიღო რაღაცები და მაგარია რა კი მაგრად ვიწურები ყველა მხრიდან სამსახურშიც ძალიან ბევრი თასკი მაქვს ჩემი უფროსებიც მიყურებენ და ალბათ გონიათ რომ აქ რო ვარ უფრო ბედნია რა გრძნობ ცხადია თავს ვიდრე ჩემი საქმის კეთების დროს მაგრამ არ გეგონოთ რომ ანუ literally ზევითაც რო ვიყავი და ბეტონს ვასხავდი, მანდაც ვფიქრობდი მაკდონალდში არის ცხარე соуსი. მაინკრაფტის მილს მოყვება ძალიან ცხარე соуსი და მაგაზე ვფიქრობდი რომ როგორ გადავიღოთ რომ ძალიან ცხარია. ვცდილობ რომ ჩემი ყურადღება არაფერს არ მოვაკლო და მგონი ჯერჯერობით გამომდის იმედია სულ ასე გაგრძელდება და ნახოთ რა. ასევე ამდენ რაღაცას ვაკეთებ და ამდენი ხანია ჩემ ვიდეოებს უყურებთ და ჯერ კიდე არ გაქვთ დასაბსკრაიბებული არხი, ეს იმ ადამიანებს, ვისაც მართლა არ აქვს გამოწერილი, უკვე სირცხვილია. მე რამდენი ვიდეოს ვუყურებ და არც გამოგიწერი ვარ. შემდეგ ეპიზოდებში, როცა უკვე უშუალოდ მოდუსის სახურავს და რაღაცებს მოვიტან, ყველაფრის ფასზეც ვისაუბროთ და ყველაფრის ხარისხზეც ვისაუბროთ, რომ საერთო ჯამში შევაჯამოთ, რამდენად ხარისხიანად დავაშენე სახლის, არასერიოზული სახლი, რამდენად არასერიოზულად დავაშენე. ეს იყო ჩემი სახლის კიდევ ერთი ეპიზოდი, სადაც როგორც ერთი ადამიანი მიწერს ხოლმე დიდი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ trust me darling, ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე. მადლობა რომ უყურებდით.
გამოიწერეთ ჩემი არხი. მისურვეთ რომ ზე იყოს რომ ბეტონი მალე გაშრეს და ვნახოთ რა იქნება. ეპიზოდების ხანგრძლივობას გავუზრდი მაქსიმალურად, გავიგერო აქ ვიღაცები ვერ ასწრებენ ყურებას, ანუ ჭამას ვერ ასწრებენ 10 წუთში. მესმის, ვიცი რომ struggle არის, ძალიან მალე მოვასუფთავებ უკვე შიგნით რაღაცებს და გაჩვენებთ ლინას kitchen-ის ეპიზოდებს, იმიტომ რომ გაზაფხულდა კიტრი პომიდორი უკვე შემოდის ნორმალური, მე ძალიან მიყვარს სალათი და გაჩვენებთ როგორ შემიძლია რომ ყოველდღე მივირთვა სალათი, არაფერი არ შევცვალო და მაგარი გეგმები მაქვს რა. ასევე აქვე პატარა კითხვაც, რაზეც მინდა რომ კომენტარებში დამიწეროთ თქვენი აზრი. პირველი ვისთან ფიქრობთ რომ შემიძლია კოლაბორაცია რომელ ქართულ იუთუბერთან. ერთ-ერთი ვარიანტი უკვე დაიწერა კომენტარებში და გონებაში მაქვს სახლის ყიდვის დღიდან და ვფიქრობ. და მეორე კითხვა თქვენი აზრით მოვასწრებ თუ არა სახურავის გადახურვას დაახლოებით 10 დღეში, დღეიდან 10 დღეში. ამას ცოტა მოგვიანებით გაიგებთ თქვენ, მაგრამ 10 დღე მაქვს მოკლედ სულ 10 დღეში სახურავი უნდა იყოს. დანარჩენზე მე ვილაპარაკოთ, აქვე დაგიტოვებთ რა იქნება შემდეგ ეპიზოდში. დროებით.